გამარჯობა, დღეს 25 მარტია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1947 წლის 25 მარტს დაიბადა ინგლისელი მომღერალი და კომპოზიტორი ელტონ ჯონი. მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის გრემის 6 ჯილდო, ბრიტანული მუსიკის 4 ჯილდო, ოსკარი და ოქროს გლობუსი. ელტონ ჯონი 1994 წელს შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. მას სერის წოდება მიანიჭა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბედ მეორემ 1998 წლის 24 თებერვალს. 1999 წლის 25 მარტს დაიბადა ამერიკელი მსახიობი მაიკი მედისონი. 2025 წლის 23 მარტს მან მოიპოვა ოსკარის ჯილდო შონ ბეიკერის ფილმ ანორაში მთავარი როლის შესრულებისთვის. 2000 წლის 25 მარტს დაიბადა თურქი ფეხბურთელი ოზან ქაბაქი. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის გალათასარაი, შტუტგარტი, შალკე და ლივერპული. ამჟამად ის გერმანული ჰოფენჰაიმის მოთამაშეა. 1988 წლის 25 მარტს დაიბადა ამერიკელი რეპერი ბიგ შონი. 1976 წლის 25 მარტს დაიბადა უკრაინელი ყოფილი მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო. ის ორჯერ გახდა მსოფლიოს მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონი. მისი კარიერის განმავლობაში მან ჩაატარა 69 ბრძოლა, მოიგო 64, მათგან 53 ნოკაუტით. მას აქვს მხოლოდ 5 მარცხი კარიერის მანძილზე. ვლადიმირ კლიჩკო რჩება უკრაინული სპორტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად. 1972 წლის 25 მარტს დაიბადა ებრაელი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ნაფტალი ბენეტი. ის 2021 წლის 13 ივნისიდან 2022 წლის 30 ივნისამდე იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი. 1965 წლის 25 მარტს დაიბადა ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი სარა ჯესიკა პარკერი. მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა HBO-ს სერიალში „სექსი დიდ ქალაქში“ კერი ბრედშოუს როლით. ამ როლმა მას მოუტანა 4 ოქროს გლობუსის ჯილდო. 1922 წლის 25 მარტს დაიბადა ქართველი რეჟისორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს სახალხო არტისტი ლილი იოსელიანი. 1991 წლის 25 მარტს დაიბადა ქართველი მოდის დიზაინერი დემნა გვასალია. მან სახელი ყველაზე მეტად გაითქვა ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელობით. ის ამჟამად გუჩის შემოქმედებითი ხელმძღვანელია. 1932 წლის 25 მარტს დაიბადა ქართველი ალპინისტი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი მიხეილ ხერგიანი. 1964 წელს ერთ-ერთი შეჯიბრის დროს ინგლისის დედოფალმა ელიზაბედ მეორემ კლდის ვეფხვად მოიხსენია, რაც შემდგომში მას მეტსახელად დარჩა. მიხეილ ხერგიანი დაჯილდოვებულია საპატიო ნიშნის ორდენით. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.